ну ღამე მოხდა 12-ში ხამის 3 საათი იქნებოდა ალბათ რომ დაიწყო წვიმა ქარიშხალი სეტყვა აგერ სახლის სახურავი დამიზიანა აქ აი მასაც მოხდა სახურავი და მოსავალიც გააფუჭა ესე იყო რა ზარალი საკმაოდ იქნება რა თქმა უნდა ნახევარი სახურავი მოხდილი არის წყალი ჩამოდიოდა მთელი ღამე წვიმა რო გადაიღო მე მთელი ღამე წვიმდა დილამდე და ყურადღების ცენტრში ვარ ყურადღება არ მოხდებია არც ადგილობრივი გამგეობიდან არც რაიონის გამგეობიდან სტიქიის შემდეგ იყვნენ კომისია მოსული შეამოწმეს სახურავი ახდილი იყო დაზიანებული ბევრად და გაგვეხმარეს ჯეშტით და დახურეს ყველაფერი კარგად მემასად ძალიან დიდი სეტყვა იყო ამ ასეთი სეტყვა არ ყოფილა რამდენი ხანია ამ სხვილი და წვეტიანი რომელიც ჟეშტი დახვრიტა და დაგვაზარალა ესე მარტო მე კი არა მთელი სოფელი რასაც ქვია მე ძალიან კმაყოფილი ვარ პირადად გამგებლის გია გაფრინდაშვილის ასევე ლაბოდეხის და გუბერნატორის სუპულასი რომ ასეთი დახმარება ამ სოფელს გაუწია ძალიან უცნაური სეტყვა იყო ხო აი ხეხილების თვითონ გაფუჭებული არის მაგრამ მე ყველას მადლობას ვუხდი აი ასეთი დახმარებისთვის ძალიან დიდი მადლობა სახურავი გადახურულია როგორც წინათ მოგახსენეთ ალბათ წინაც მივეც ინტერვიუ და ნახეთ ალბათ როგორი იყო ჩემი სახურავი ამ სახლის სახურავი აი შეხედეთ ქვემოთ ზემოთ ორივე დაზიანებული იყო გადაღებულიც აქ როგორი იყო დახვრეტილი და დანგრეული შიფერი თავგვეხმარა მთავრობა რა თქმა უნდა პირველი დახმარება აღმოგვიჩინა ადგილობრივმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა მე მთლიანად მთავრობა დაგვეხმარა და აი შეხედეთ ახლა ამ მდგომარეობაშია უკვე ჭეის სახურავი გადახურულია ქვემოთ ზემოთ ალბათ წინა კადრები რო განახვათ და შეგეხედათ ისე იყო და დახვრეტილი და დანგრეული რომ მეტი რო არ შეიძლებოდა და ეხლა უკვე შეხედეთ რა კარგად არის გადახურულია ნორმალურად გაკეთებულია ყველაფერი კარგად რაც საჭირო იყო ხემასალითაც დაგვეხმარენ ну რა ვიცი რა მეთქვის დიდი მადლობელი ვარ ამ მთავრობის ასეთი რამე არასოდეს არ ყოფილა და არც ერთი მთავრობის დროს ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის და ჩვენ სოფელში და სხვაგან არ ვიცი სხვაგანაც ალბათ ასეთი მდგომარეობა არასოდეს არ ყოფილა და არც ყოფილა ასეთი დახმარებები დიდი მადლობელი ვარ მთავრობისაც და ადგილობრივი მთავრობისა და მთლიან მთავრობის
იქია იყო ლაგოდეხის რაიონის სოფელი ზემლაშუარში დავზარალით 100%-ით ყველაფერი თავრობა დაგვეხმარა ჟეშტი დიდი მადლობელი ვარ რომ ყველაფერი იღონეს რომ ხალხს დაეხმარენ მე მადლობას მოვახსენებ ყველას საკრებულოს ლაგოდეხის საკრებულოს უფროს და ყველას აქეთ ის დაგვეხმარა ყველაფერი იღონეს რომ ყველაფერი ჩატარდა ნორმალურად ოთხი დილით იყოს სეტყვა. დაახლოებით კვერცხის სიბრშო სეტყვა იყო. დაახლოებით კვერცხის სიბრშო. დააზიანა სახლის სახურავები, დააზიანა გეხილი, მცენარეები, აღბოსტანი, ყველაფერი განადგურებული იყო. ყველაფერი. შეიქმნა კომისია რაიონში, ჩამოიარეს, შეამოწმეს სახლები. იყო 100% დაზიანება. შიფერი იყო სულ დამწვრეული. თავრობის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვისაც დაზიანებული ჰქონდა შიფერი, უნდა გადაეყურათ. მოვიდნენ, აზრომეს, გაზრომეს, სიგრძე, სიგანე. მეორე მესამე დღეს მოვიდნენ, გადახურეს ჟეშტით. ისთვისაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ. გაიხაროს უყველა თავრობიდან დაწყებული ბუში დამთავრებული 12 სექტემბერს ძლიერი ქარი იყო და ასევე ძლიერი წვიმა იყო რის შედეგადაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 6 სოფელი დაზარალდა მოსახლეობა გადახადა საცხოვრებელ სახლებს სახურავები დღეს მოვჩით აღრიცხვას აღნიშნული ზარალის ოდენობა გადაგზავნილი იქნება რეგიონალური განვითარების სამინისტროში და ორშაბათს ხვალე გავა უკვე მთავრობის ხდომაზე, იმედი გვაქვს რომ მთავრობა დაგვიფინანსებს ან ზარალის ასე ვთქვათ აღმოსაფხრელად საჭირო მასალების შეძენას და ჩვენ უკვე რაც შეიძლება მალე შევიძენთ ამ მასალებს და მოვახდენთ საცხოვრებელი სახლების გადახურვას. ამ ეტაპზე ჩვენ მქონდა მცირეოდენი შიფერი, რომელიც საბავშვო ბაღიდან იქნა დარჩენილი და ამ შიფერზე უკვე გაგზავნილი გვყავს სამუშაო ბრიგადა, რომელიც მოსახლეობას ასე ვთქვათ მიაწოდებს ამ შიფერს, ხოლო იმ ნაწილს, სადაც აღარა გვაქვს მასალა, მთავრობა რომ გამოგვიყობს თანხებს, იქიდან შევიძენთ და გადავხურავთ სახლებს. ამავდროულად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს აფენი ლელიანი გიორგეთის ზონაზე მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრა. დღეს მდგომარეობით 300 სახლამდე არის გადახურული. ჯამში გვაქვს 670 ოჯახი და მიმდინარეობს პროცესი ინტენსიურად, მასალები ყველაფერი შემოტანილი გვაქვს და ვიმედოვნებთ რომ უახლოეს მომავალში მორჩება სამუშაოები დავდივართ ყველა ინფრასტრუქტურის სამსახური ზედამხედველობის სამსახური ასევე დაქირავებული გვყავს ზედამხედველობის სამსახური რომელიც ამას ადგილებზე აღრიცხავს პირადად მე დავდივარ ჩემი მოადგილეები და ვაკონტროლებთ ყველაფერს ადგილზე რათა ხარისხიანად შესრულდეს სამუშაოები და მოსახლეობა კმაყოფილი იყოს როდესაც ვამოწმებთ უკვე ადგილებზე, მოსახლეობა კმაყოფილი გვყავს და თავარია ამასინებზე წვიმა იყო მოსული და მოსახლეობა არც ერთი პრეტენზია არ ყოფილა, რომ სადმე უხარისხოდ გაკეთდა და სადმე რამე წყალით ჩამოსდით გაკეთებულ საქმეზე. და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში დამთავრდება სამუშაოები და მოსახლეობაც დაცული გვეყოლება უკვე მომავალში წვიმისაგან და სხვა ასე ნალექისგან.